გამარჯობა ჩემო მეგობრებო, ამ ვიდეოში მოგიყვებით თუ რატომ აძურებს კარგი ხედი ბინის ფასს, სახლის ფასს, ოფისის, სასტუმროს, ზოგადად უძრავი ქონების ფასს. ჩემი ფანჯრიდან გადაშლილი ხედები. გიორგი დვალი, გისური ფანჯრიდან, კი არა და ამშვენიერ დღეს, თუ 2000-იანების ქუთაისში ცხოვრობდი, აუცილებლად გეცოდინება სიმღერა, თუ ისედაც იცანი, გულები დამწერეთ კომენტარებში. Okay, დავიწყოთ და უნდა მოგიყვეთ ორი ამბავი. პირველი შეეხება პენსილვანიის შტატის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს კვლევას, ხოლო მეორე ამბავი კი მოდი ჯერ პირველ ამბავს მოგიყვებით და მერე უკვე მეორე ამბავზეც გადავალ. ანუ პენსილვანიის შტატის ერთ-ერთმა ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანიც იყო დაედგინა ბუნების გარემოს გავლენა ადამიანის გამოჯანმრთელებაზე. შესაბამისად, ორ მსგავს ოთახში განათავსეს ერთი და იგივე დიაგნოზის მქონე პაციენტები. უბრალოდ ამ ოთახებს შორის განსხვავება იყო შემდეგი, რომ ერთ ოთახს ჰქონდა ბუნებაზე ხედი ფანჯრებიდან, ხოლო მეორე ოთახს გარე ხედი საერთოდ არ ჰქონდა და ფანჯრიდან გადიოდა ხედი მხოლოდ შენობის შიდა სივრცეში. კვლევის შედეგად იმ ოთახის პაციენტებმა, რომლებსაც ხედი ბუნებაზე ჰქონდათ, აჩვენეს უფრო სწრაფი გამოჯანმრთელება, ნაკლები სტრესი და უკეთესი განწყობა, ხოლო იმ ოთახის პაციენტებს, რომლებსაც ხედი შენობის შიდა სივრცეში ჰქონდათ, მხოლოდ აღენიშნებოდათ მოკლედ უფრო ხანგრძლივი გამოჯანმრთელების პერიოდი და მომატებული შფოთვა. ეს კვლევა ადასტურებს იმას, რომ ბუნების ხედი დადებითად მოქმედებს არა მარტო ადამიანის ფსიქიკურ განწყობაზე, არამედ მის ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კი და დარწმუნებული ვარ იმასაც ხვდები თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საავადმყოფოდან კარგი ხედები იშლებოდეს. და მეორე ამბავი, რომელმაც ყველაზე მეტად შთამაგონა ინფორმაციის შეკვრის დროს შეეხება უძველეს ადამიანებს. ზოგადად უძველესი ადამიანებისთვის გამოქვაბული შერჩევა გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია იყო. ისინი ცდილობდნენ მაღალ ბორცვებზე ამ მთის კალთებზე განთავსებული გამოქვაბულები აერჩიათ, რადგან გაიზარდათ ხედვის არეალი და მალე შეემჩნიათ აი მტრულად განწყობილი ტომები ან მტაცებელი ცხოველები, რომ დროულად ემოქმედათ საჭიროების შემთხვევაში. ანუ ეს ხილვადობა და დაცულობა იყო მთავარი მამოტივირებელი თუ მთავარი ინსტინქტი, რის გამოც ისინი ეს მაღლობზე მდებარე გამოქვაბულებს არჩევდნენ. ასევე მეორე მიზეზი იყო კლიმატური პირობები, იმიტომ რომ დაბლობში მდებარე გამოქვაბულებს დატბორვის რისკი ჰქონდა და ანუ ამასთან გამოქვაბული რაც უფრო მაღლა მდებარეობდა, მით უფრო კარგი ვენტილაცია და ჰაერის ცირკულაცია იყო. ამ ყველაფერმა კი ჩვენს ქვეცნობიერში და ინსტინქტში სამუდამო ადგილი სწორედ ამ პერიოდიდან დაიმკვიდრა. ის ფაქტი, რომ უძველესი ადამიანები მაღალ ადგილებში ეძებდნენ გამოქვაბულებს, ეს არქეოლოგიური მტკიცებულებებითაც დასტურდება. აი მაგალითად ალტამირას გამოქვაბული ესპანეთში, სადაც აღმოჩენილია 36000 წლის წინანდელი ნახატები და დამტკიცებულია, რომ სწორედ ადგილმდებარეობის სიმაღლე დაეხმარა ამ ნახატებს შენარჩუნებაში. შემდეგ არის ლასკოს გამოქვაბული საფრანგეთში, ესეც ნახატები არის და ეს თვითონ ნახატები მიუთითებს, რომ გამოქვაბული მაღლობზე მდებარეობდა. ასევე ჩვენი დმანისის ტერიტორია, რომელიც ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარეობს. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ ძუძუანას მღვიმე ჭიათურაში, რომელიც ზღვის დონიდან 515 მეტრზე მდებარეობს და აქ 34000 წლის წინანდელი ძაფი აღმოაჩინეს და ეს მსოფლიო მნიშვნელობის ფაქტია. ჩამოთვალოთ თუ რა დარასახის ხედები არსებობს, გეტყვით თუ რამდენი პროცენტით აძვირებს თითოეული მათგანი უძრავი ქონების ფასს და ასევე გაჩვენებთ რა თქმა უნდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ხედებს. დაახლოებით 15-20%-ით აძვირებს უძრავი ქონების ფასს, ეს არის ტბები და მდინარეები. და ცნობილი ტბები და მდინარეები ეს არის კომოს ტბა, ჟენევის ტბა და ნუ რა თქმა უნდა მდინარე ტემზა, ლონდონი. მდინარის ხედზე რა გაგახსენდება კაც პირველი საქართველოში თუ არა ჩვენი მტკვარა რა გვშესართავი? დაახლოებით 20-25%-ით აძვირებს უძრავი ქონების ფასს მთის ხედი და ცნობილი ხედები ეს მატერჰორნის მთის ხედი, შვეიცარია, ასევე კოლორადოს მთები და ფუჯის მთის ხედი, იაპონია. მთის ხედები კი დამეთანხმებით ჩვენთანაც ულამაზესი და უამრავია, თუმცა განსაკუთრებით კი აი ლეჩხუმი და ეს ხედი ლაილაშის ამ აუზიდან. ამ ხარის პოპულარობაში თითოეული თქვენგანის წვლილი ძალიან დიდია, ვისაც კი ამ აუზიდან ფოტო გადაუღია და შემდეგ ეს არის ხედი ისტორიულ ძეგლებზე.
დაახლოებით 30%-ით აძვირებს უძრავი ქონების ფასს და ნუ პირველი ესა რეიფელის კოშკის ხედი, ეს ყველაზე ცნობილი ხედი კოლიზიუმზე, ასევე რომში და ლონდონი, რა თქმა უნდა, აქაც ლონდონის ხიდის ხედი. ჩვენთან კი ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი და გამორჩეულია ხედი სვეტიცხოველზე. სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენ. შემდეგ ეს არის ქალაქის ცენტრის პანორამული ხედები და ეს უკვე 40%-ით აძვირებს უძრავი ქონების ფასს. ქალაქის გული და ცათამჯენების ხედები უძრავ ქონებას ზოგადად განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს. ცნობილი ყველაზე ესეთი არის, რა თქმა უნდა, ნიუ-იორკის ცენტრალ პარკზე ხედი. ასევე არის ჰონკონგში ვიქტორიას პიკი, ეს ქალაქის ცათამჯენების ძალიან ცნობილი პანორამაა ჰონკონგში და ხედი ბურჯ ხალიფაზე, ნუ ზოგადად დუბაიში უძრავი ქონება ბურჯ ხალიფას ხედით ითვლება უმაღლესი კლასის უძრავი ქონებად. განსხვავებულია უძრავი ქონების ღირებულება ჩვენთანაც ან თბილისის პანორამული ხედებით, მაგალითად. და ბოლოს ხედი, რომელიც ყველაზე მეტად, აი 50%-ით აძვირებს უძრავ ქონებას, ეს არის ზღვები და ოკეანეები. ცნობილი ხედები ეს მალიბუს სანაპირო, ასევე მონაკოს სანაპირო და ასევე ძალიან ცნობილი არის და მოთხოვნადი სანტორინი, საბერძნეთი თავისი თეთრი ქათქათა სახლებით. და ქათქათაზე გამახსენდა, რა თქმა უნდა, ზღვის ხედით უძრავი ქონების ფასები განსხვავებულია ჩვენთანაც. ხედი არ არის მხოლოდ ის, რაც ფანჯრიდან ჩანსთავს სიამოვნებს, ანუ კარგი ხედი უშუალოდ ინტერიერის ნაწილიც არის, რაც ცვლის ემოციურ მდგომარეობას და საბოლოო ჯამში ეს აძვირებს უძრავ ქონებას. ანუ რომ განვიხილოთ, თქვათ, როგორ ხდება კარგი ხედი სახლების, ოფისების თუ კაფეების შემთხვევაში დიდ უპირატესობა. ანუ სახლების შემთხვევაში თქვით, რომ ეს დიდი სივრცეები და ასე მინიმალისტური დიზაინი კიდევ უფრო მიმზიდველს რო ხდის, ამცირებს სტრესს და საერთო ჯამში ზრდის ცხოვრების ხარისხს. მათ შორის ფიზიკურ ჯანმრთელობასაც კი უწყობს ხელს. ხოლო რაც შეეხება კაფეების შემთხვევაში, დადასტურებული არის, რომ საშუალოდ 20%-ით უფრო მეტ დროს ატარებენ კაფეში მომხმარებლები, როცა კარგი ხედი იშლება. გარდა ამისა, კარგი ხედი ანდომებს მათ, რომ გადაიღონ ფოტოები და მოკლე ვიდეოები, რაც Instagram-ზე, TikTok-ზე ვირუსულად ვრცელდება ხოლმე და ეს ყველაფერი საერთო ჯამში საშუალოდ 40%-ით ზრდის ბიზნესის ცნობადობას. და ასევე საინტერესო არის კვების ობიექტებისთვის ის ფაქტი, რომ ძალიან ზრდის მობრუნებული მომხმარებლების რაოდენობას. რაც შეეხება ოფისებს, კარგი ხედი, აი სტრესის შემცირების ხარჯზე საშუალოდ 30%-ით ზრდის ადამიანის კონცენტრაციას, რაც მის პროდუქტიულობაზე პირდაპირ აისახება. გარდა ამისა, ქალაქის აი პანორამული ხედებით ოფისები უფრო პრესტიჟულად ითვლება და შესაბამისად მათი ღირებულებაც უფრო მეტია. რომ შევაჯამოთ და გავცეთ პასუხი მთავარ კითხვას, თუ რატომ იზრდება უძრავი ქონების ღირებულება კარგი ხედის შემთხვევაში, გვაქვს რამდენიმე მიზეზი. კარგი ჯანმრთელობა, ნაკლები სტრესი, ნაკლები დეპრესია და ასე შემდეგ, ცხოვრების ხარისხი, ანუ ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ენერგოეფექტურობა და ბუნებრივი განათება, იმიტომ რომ კარგი ხედის შემთხვევაში მეტი ბუნებრივი განათება არის ოფისში, მაგალითად, რაც მოითხოვს ნაკლებ ხელოვნურ განათებას და საერთო ჯამში ეს ყველაფერი ამცირებს ხარჯებს. ოფისების შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ინვესტიციის პერსპექტივა, ანუ უძრავი ქონება კარგი ხედით, მისი ღირებულება ყოველთვის იზრდება და ბოლო ეს არის სტატუსის და პრესტიჟის სიმბოლო, იმიტომ რომ ისტორიულად უძრავი ქონება პანორამული ხედებით ყოველთვის იყო და არის სიმდიდრის ნიშანი. ეს ინფორმაცია თუ შენთვის საინტერესოა, არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეს, ისევე როგორც ბევრ თქვენგანს, მეც ძალიან მომწონს, როცა შენი სამუშაო სივრციდან, საძინებლიდან კარგი ხედები იშლება და ყველას გისურვებთ ამ დიდ სიამოვნებას, ყველა ფანჯრიდან, ყველა ოთახში, ყველა ქალაქში, სადაც გსურთ.